გამარჯობა, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს. თქვენ უყურებთ მედია კავშირის ობიექტივს. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი სოფო მარგველაშვილი და ჩემს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებ მაკროეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით და მიმოვიხილავთ მაკროეკონომიკურ გარემოს. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 238805 დარეკოთ, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრება და დასვათ კითხვები და ჩემს სტუმრები გაგცემენ ამოწურავ პასუხს. ასევე Skype-ის საშუალებითაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მისამართი არის ობიექტივი. ასევე ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ Skype-ის საშუალებითაც. ახლა უშუალოდ წარგიდგეთ ჩემს სტუმრებს. დღევანდელი ჩემი სტუმრები არიან ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი და ასევე ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტი ბატონი მათე გარდავა, ასევე ბატონი რამაზ გერლიანი არის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი და ბატონი ალექსანდრე კაკაშვილი, ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატი. გამარჯობა ბატონებო, გმადლობთ რომ მობრძანდით და უშუალოდ დავიწყოთ პირდაპირ საუბარი ჩვენს თემაზე. ბატონო, მათე პირველი შეკითხვა მექნება თქვენთან და მოდი ვისაუბროთ უშუალოდ მაკროეკონომიკური გარემო მიმოვიხილოთ და როგორია თქვენი აზრი გაინტერესებს. Იბატონო, მივესალმები თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედია კავშირის ობიექტივს იმ ერთი საათისთვის, რომელიც ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს. დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს ვისაუბროთ საკმაოდ საინტერესო თემაზე. ეს არის უშუალოდ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო. გარდა ამისა, მე ფრიად მოხარული ვარ, რომ თვითონ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს დაუბრუნდა ჟურნალისტი სოფო მარგველაშვილი, ამიტომ დიდი მადლობას გიხდით თქვენ ასევე მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ უძღვებით მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ბრძანდებით მოცემულ გადაცემას. და მე ვცდები, რომ უშუალოდ თემის მიმოხილვით დავიწყო დღევანდელი საუბარი. მაკროეკონომიკური გარემოს მოგეხსენებათ, ქვეყანაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღეს, რამე თუ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარება იმდენად ხელსაყრელი შეიძლება გახდეს საქართველოს და იმდენად მომგებიანი შეიძლება გახდეს, რომ მისი ხელიდან გაშვება პრაქტიკულად არ შეიძლება. რაზე მაქვს საუბარი? ბოლო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, გამოიკვეთა მსოფლიოს წამყვან სუპერსახელმწიფოებში ერთი ტენდენცია, რასაც ქვია კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების გარკვეული შეზღუდვა. იგივე ეს ეხება ვთქვათ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგივე ევროპის ქვეყნებს, იგივე ვთქვათ სხვა განვითარებულ ქვეყნებს. კაპიტალს ზოგადად მინდა უთხრა მსმენელს, რომ აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ის ყოველთვის გადაადგილდება იქ, სადაც არის თავისუფალი გარემო, ანუ ფულს უყვარს ზოგადად თავისუფლება. როგორც კი ჩნდება რეგულაციები, ის რა თქმა უნდა ტოვებს არსებულ გარემოს და მიედინება იქ, სადაც არის თავისუფლება. შესაბამისად, თუ ამ განვითარებულ ქვეყნებში, შტატებიდან დაწყებული სხვა განვითარებული ქვეყნები დამთავრებული დაიწყო პროცესი, რასაც ქვია კაპიტალის რეგულაცია, ეს უკვე გვაძლევს ჩვენს შანსს მოვიზიდოთ იქ არსებული რესურსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, შესაბამისად, თვითონ პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია, არის სასურველი და კარგი, ანუ ლიბერალიზაცია საუბარი, თავისუფალი გარემოს შექმნაზე, მაგრამ იმის მიუხედავად ჩვენი კურსი არის აღებული თავისუფლებისკენ, ბატონი რამაზის სიტყვებს მოვიშველიებ პრაქტიკულად, რომელიც ადამიანს ამას წამს ფიცი, მაგრამ გვაკვირებს არსებული მდგომარეობა. ანუ იმის მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კურსი არის თქვათ აღებული თავისუფლებისკენ და ლიბერალიზმისკენ, ისეთი რეგულაციის შინაარსს მატარებელ თქვათ პოლიტიკას წავაწყდებით ან გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში, რომ შეიძლება ადამიანს ძალიან გაუკვირდეს კიდეც. ამიტომ ჩვენი მიზანი არის დღეს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე არსებული გარემო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, შევხვდათ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო კაპიტალისტვის, რათა თვითონ განვითარებულ ქვეყნებიდან წამოსული თანხები, რესურსი მოვიზიდოთ. ეს არის ზოგადად თვითონ არსებული მდგომარეობის ძალიან მოკლე მიმოხილვა. ამის შემდეგ მე ვეცდები, რომ თვითონ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე სტატისტიკური მონაცემებიც მოვუყვანო და ვესაუბრო ჩვენს მსმენელს. სხვა სტუმრებსაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით გქონდეთ ასევე მოსაზრება. დიახ ბატონებო, თუ და რამეს თუ დაამატებდით? მნიშვნელოვანი იყო საუბარი, რასაც ბატონმა მათე მისაუბრა. ეს იყო ზოგადი გარემო, რაც უნდა მიიღწეოდეს რეალურ სახელმწიფოში, მთელი ის რეფორმების კურსი, მთელი ეკონომიკური პოლიტიკა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სახელმწიფო მიაღწიოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ანუ მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია უპირველესი, რათა მოხდეს შემდგომ უკვე მოზიდვა შესაბამისი რესურსისა და კონდეს სახელმწიფოს რეალური ზრდის, ესე ვთქვათ, ტენდენციები და მათ შორის რეალური ზრდის ტემპიც. ჩვენ ალბათ გვექნება მომდევნო უკვე საუბარი იმ უშუალოდ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე, მათ შორის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად
დარბაზში მყოფი სპეციალისტები გაანალიზებენ თუ რა ხარვეზებია ამ კუთხით და შესაბამისად ერთ-ერთ ხარვეზად მე უპირველეს ყოვლისა ალბათ დავასწრე ბატონ მათეს დავიტყვი იმას რომ მეთოდოლოგია თვითონ სტატისტიკური მიდგომა რითაც ხდება დაანგარიშება თუნდაც წლიანი შიდა პროდუქტის თუნდაც ეკონომიკური ზრდის დაანგარიშება და ასე შემდეგ უამრავი მაჩვენებლის არის არასწორად გათვლილი და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ესე ვთქვათ გუნდის სასარგებლო სახელმწიფო ესე ვთქვათ წარმომადგენლების სასარგებლოდ და ეს რეალურ ესე ვთქვათ მაჩვენებლებს მალავს და მათში ვერ ეისახება ის რეალური სურათი, რაც აქვს სინამდვილეში ჩვენს ეკონომიკას. ამიტომაც ვეცდებით, რომ მომავალში ეს უკვე დეტალურად გავშალოთ. დავამატებ, ანუ შეიძლება სოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარება ისე წარიმართოს, რომ თქვათ როგორც პირამიდები დარჩა ძველი ეგვიპტიდან, ისევე დარჩეს თქვათ სათამჯენები სუპერგანვითარებული ქვეყნებიდან. ამიტომ შეიძლება ეს კაპიტალი გადმოედინოს აქეთ ჩვენნაირი ქვეყნებისკენ, ოღონდ ამას სჭირდება თავისი პოლიტიკის გატარება. აი ამ პოლიტიკაზე ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი, ჩვენ მომდევნო თვითონ გადაცემებშიც დეტალურად ვისაუბრებთ და გსურს რომ ეს თემა იყოს ფართოდ გარჩეული თვითონ საზოგადოების წინაშე. დიახ, მადლობთ და ბატონო, რა სიტყვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე? ამასთან დაკავშირებით რომ გააკეთოთ კომენტარი. მთლიან შიდა პროდუქტს რაც შეეხება უშუალოდ მთლიან შიდა პროდუქტს ზოგადად კაცობრიობის ცხოვრება და შესაბამისად ეკონომიკა არის, ეკონომიკური პროცესი არის, პროგრესირებადი პროცესი და აქედან გამომდინარე მას გარკვეული მატება ახასიათებს, თუმცა ეს ის არ არის, ანუ რაც საქართველოს სჭირდება. გაცილებით უფრო მაღალი ტემპით უნდა იზრდებოდეს, რა საკვირველია, შემდგომ ბატონი ნათელი ციფრებში მოგვიყვანს, თუ რამხელა არის დღეს ეს თქვა საქართველოს შრიანი პროდუქტი, ამავდროულად მინდა რომ ხაზი გავუსვა რომ მთლიან შიდა პროდუქტს სხვაობა ანუ ორი მიმართულებით განისაზღვრება მისის ერთი არის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, როდესაც მისგან გამოქვითილია ინფლაცია და ის ფასების და მეორე არის ნომინალური, ესე ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტი. ძირითადად როცა ხდება საუბარი, აპელირებენ ნომინალური ციფრებით და შესაბამისად ეს ამ შემთხვევაში ბერავს იმ მაჩვენებელს და რეალური ესე ვთქვათ სურათი იმალება. გარდა ამისა, სხვაობა არის მთლიანი შიდა პროდუქტს საერთო ქვეყნის მასშტაბით და მთლიანი შიდა პროდუქტზე ერთ სულ მოსახლეზე. ერთ სულ მოსახლის ესე ვთქვათ მთლიანი შიდა პროდუქტის და უსწრებს ტემპს რეალური მთლიანი ესე ვთქვათ მთლიანი შიდა პროდუქტის დისას ეს იმით არის გამოწეული რომ სახელმწიფოში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს და შესაბამისად ამის გამო არის რომ ერთ სულ მოსახლეზე ზრდის ტემპი უფრო მაღალია ვიდრე მთლიან სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი და ეს რეალურად მე უკვე სხვა მონაცემებზეც აისახება და სხვა მაკროეკონომიკურ ესე ვთქვათ მაჩვენებლებზე ჯაჭვურად არის ესე ვთქვათ გადაბმული კლასიკური მიდგომით როგორც წესი მთლიანი შიდა პროდუქტთან ერთად მეორე ესე ვთქვათ მაჩვენებლებიც მოიყვანება ეს არის მთლიანი ეროვნული პროდუქტი ხოლო საქართველოს მაგალითზე როგორც სხვა უამრავ სფეროში რომელზეც ვისაუბრებთ არის ამ კუთხიდან რაღაც პარადოქსული წესით და რიგით მათ შორის სხვაობა +-1 უნდა იყოს ოღონდ საქართველოს მაგალითზე ეს აბსოლუტურად განსხვავებულია და თუ ახლა უცხოურ ესე ვთქვათ რეზიდენტ წარმოებლებს ჩამოვაკლებთ და ანუ ეს იმით განსხვავდება უცხოელები როცა აწარმოებენ შენთან ესე ვთქვათ პროდუქციას ის იქვითება ამ შემთხვევაში მთლიან ეროვნულ პროდუქტიდან და მთლიან შიდა პროდუქტში აისახება თუ ამას გამოვაკლებთ მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია და ესეც იმას მოწმობს რომ ეკონომიკა ესე ვთქვათ ვერ არის ჯერ ესე ვთქვათ აწყობილი. დიახ, გმადლობთ. ბატონ ალექსანდრე, თქვენ რას დაამატებდით? მე ვეთანხმები ბატონებს სიტუაციის შეფასებაში. ის რომ ძირითადი პრობლემა ჯერჯერობით არის მდგომარეობს იმაში რომ ეკონომიკა ზედმეტად პოლიტიზირებულია და მას ვერ ჩამოშორდა იდეოლოგიური დატვირთვა და როგორც წესი გამოიყენება რაღაც ლოკალური პარტიული მიზნების მისაღწევად ამავე მიმართულებით მუშაობს სტატისტიკას რაზედაც უკვე გითხრეს და სისტემური მაჩვენებელი ასეთი რომელიც რეალურად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი ხდება. ძირითადად აპელირებენ იმ მასალებზე და იმ მონაცემებზე, რომელიც მარტივად აღქმადია, თუმცა შინაარსოიდან საკმარისად დაცლილია და ანუ რეალობას მანდამაინც ვერ ასახავს, მაგრამ მოსასმენათაც კარგია და თქვა პოლიტიკურად სატრაბახოთაც კარგია. კლასიკური მაგალითია, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა